არანაირ საბუჯო ჩემო ხელმოწვევა არ არის. ასე თუ სრული არ გაქვს შეგიძლიათ დატოვოთ. არანაირ საბუჯო ჩემო ხელმოწვევა არ არის. გიჩვენეთ რა. ვიღაც აწერდა ჩემმა და წაიღებს იმას ექსპერტიზას. ჩემი ხელმოწერა მან დარჩეს საბუჯო არ არის. დაზარალებული ფორმები არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც იმყოფებოდნენ აქციაზე, მოხარ შემოქმედებს და შეესწრნენ ფაქტს, ანუ თანამშრომლები პირები იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგანაც ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებელ მოვალეობას, რადგანაც მათ მისამართით აქციის მონაწილეთა მხრიდან დაიწყო სხვადასხვა საგნების სროლა, პიროტექნიკის გამოყენება და სხვადასხვა ქმედებები. აღნიშნულ პირებმა შეამჩნიეს რამოდენიმე ადამიანი აქციის მონაწილეებისგან, რომლებმაც მათი მისამართის სროლა მიუთებს და მათ შორის შეამჩნიეს ორი ადამიანი, რომელმაც დაიწყეს ცეცხლმოკიდებული კოთლების ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება, რომლებიც მოხდა ნაწილი წყლის ჭაობის ავტომანქანას, რომელიც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა და ასევე ნაწილი დაიწყო უშუალოდ პოლიციის თანამშრომლებისა და წყლის ჭაობის ავტომანქანის წინ. ამ შუა ფაქტებზე ფაქტთან დაკავშირებით მოხდა მათი გამოკითხვა, გამოკითხვის დროს ასევე ასე ვთქვათ დააფიქსირეს იმ პირების აღწერილობა, რომელმაც მათი მისამართით სროლეს მოლოტოვის კოქტეილები. აღნიშნულ შემდეგ უკვე მოხდა მათთან ფოტოსურათით ამოწურვის ჩატარება, ამოწურვის მიმდინარეობისას მათ ამოიწურეს ბრალდებული დროს სრულად ფოტოსურათი წარებინათ ამოწურულ პირებს და დაასახელეს ის ნიშნები, რითაც ამოიცნეს ბრალდებული. ბოდიში რა რო გეჭირა? ბატონო, ნუ აწყვეტინეთ, როცა პროტესტი აქვს ეს არა, ერთი წუთით სასამართლოს მასე არ უნდა მისვლა. ერთი წუთი. ერთი წუთით. მე პროკურორი რატო? ბატონო, როცა გეუბნებით რა უნდა გაჩერდეთ, უნდა გაჩერდეთ. მე არ უნდა ვილაპარაკო? სასამართლოს არის. სკავ შემთხვევას ადგილი აღარ ქონდეს ბატონო, დავით გითხარით. თქვენ არ გაქვთ უფლება, თქვენ გაქვთ უფლება დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას, რომ წესრიგი დაარღვიოთ. თქვენი ნება თუ არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ დატოვოთ თომათა დარბაზი, თუ სრული არ გაქვთ, შეგიძლიათ დატოვოთ. თქვენი გადასაწყვეტი საკითხია. პირველი ის რომ ეს კითხვა მოწყობილ არის საქმის მასალებით, რომელიც პირდაპირ ვიზახი რო არის გაყალბებული და ვენდობის სრულად ჩემს დაცვის ქვეშ ყოფს, იმიტომ რომ ობიექტური გარემოებებიც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანებს არც ის უთხრეს რაზე აწერინებდნენ ხელს, არც ის უთხრეს და განუმარტეს რა უფლებები ჰქონდათ, ადვოკატის ყოლის უფლება შეეზღუდათ და ერთ-ერთთან მიმართებაში მე თავად ვარ ცოცხალი მოწმე, როდესაც არ მიმიშვეს ბრალდებულთან ღევანდელ პროცესზე დაკითხულმა მოწმემ, საერთოდ ვერც გასცა იმას პასუხი თუ საიდან აღმოჩნდნენ ეს მოწმეები მასთან, ანუ ერთია, როდესაც თავად გამომძიებელი იკვლევს და იძიებს საქმეს და შესაბამისად მოწმეებზეც გადის თავისივე გამოძიების შედეგიდან გამომდინარე და ახალ მტკიცებულებებს იპოვებს, თუმცა ჰაერიდან გაჩნდნენ ეს ადამიანები, რომლებმაც წერტილი მძიმით აღწერეს ყველაფერი, როგორი ნაკვთი ქონდა, როგორი წვერი ქონდა, თან ეს ყველაფერი ისეთ პირობებში, როდესაც გაუგებარია ეს პიროვნებები, ამომცნობები სად იმყოფებოდნენ, ანუ რეალურად გამოძიება არის შაბლონურად ჩატარებული, რეალურად წინასწარ გამოძიებას თვითონვე ქონდა მაპატიეთ ამ სიტყვაზე, მაგრამ შეთითხნილი ინფორმაციები და თავი ბოლო გაუგებარია, რანაირად აღმოჩნდნენ ამომცნობები გამომძიებელთან, საერთოდ ამომცნობმა როგორ მოახერხა ისეთ ვითარებაში ამოეცნო ყველანაირი ასე ვთქვათ დაწვრილებით, სახის ნაკვთებით ადამიანი,